თუ ჩვენს ცხოვრებას დანაკლისის, ანუ დეფიციტის ობიექტივით ვუყურებთ, დავინახავთ მხოლოდ იმას, რაც არ გვაქვს. მაგრამ თუ მადლიერების ობიექტივს მოვიმარჯვებთ და გამოვიყენებთ, აღმოვაჩენთ, რომ ჩვენი მცირე დიდს კი, რაც გაგვაჩნია, საკმარისია დიდი საქმეებისათვის. მადლიერება არ არის თავმდაბალი დუმილი. ეს არის აქტიური ძალა. ის გავს მზის შუქს, რომელიც ყველაზე მცირე ყვავილსაცქის ზრდაში ეხმარება. მათემატიკურ ფორმულას თუ გამოვიყენებთ, რეალობა ასე გამოდის, რომ რეალობა გამრავლებული მადლიერებაზე ტოლია სიუხვისა. ანუ თუ მადლიერება ნულის ტოლია, მაშინ ნებისმიერი რეალობა, რაც არ უნდა ბევრი გქონდეს, ნულად იქცევა. მაგრამ თუ მადლიერება ბევრია, მაღალია, მაშინ შენი ყოველი დღე სიუხვით აივსება. ხომ გახსოვთ 10 კეთრონის ამბავი? 10-ვე განიკურნა, მაგრამ მხოლოდ ერთი დაბრუნდა მადლობის სათქმელად იესო ქრისტესთან. და სწორედ მან მიიღო ყველაზე მეტი. არა მხოლოდ სხეულის განკურნება უკურნებელი სცენის, არამედ სულის სიმართლე. დღეს ნუ ვეძებთ იმას, რაც გვაკლია, ვიპოვოთ 3 რამ მაინც, რაც უკვე გვაქვს და მადლიერებით გავამრავლოთ ისინი. მოდი ახლა განვავრცოთ ცოტა უფრო ცლად. რას ამბობს ნეირობიოლოგია? რას ხედავს ჩვენი ტვინი? ნეირობიოლოგიის მიხედვით ჩვენს ტვინში არსებობს რეტიკარული, ანუ ბადისებრი აქტივაციის უბანი. ნუ ასე ეძახიან ისინი. ეს უბანი ფილტრავს ინფორმაციას. ის წყვეტს რა ინფორმაცია შემოუშვას თქვენს ცნობიერებაში. თუ თქვენს ტვინს დაავალებთ, ასე რომ ვთქვათ უხეშად, ეძები, მიზეზები უკმაყოფილებისათვის, ის მთელი დღე მხოლოდ პრობლემებს დაგანახებთ და დაგვანახებს. მადლიერება არის ამ სისტემის გადატვირთვა, რეფრეშ რო ვიძახით ხოლმე დღეს. როცა მადლიერებას ჩვევად ვაქცევთ, მაშინ ტვინი იწყებს შესაძლებლობების დანახვას. იქ, სადაც ადრე მხოლოდ დაბრკოლებები იყო. საინტერესო რომ ეს ასე ხდება. წარმოიდგინეთ, მადლიერება ისე როგორც მათემატიკური კოეფიციენტი. თუ გაქვთ მაგალითად 3, 5, 10 ან ნებისმიერი რაოდენობის სიკეთე ან კარგი რამ და მას ნულზე, ანუ უმადურობაზე გავამრავლებთ, დაგვრჩება ისე მხოლოდ 0. ხოლო თუ გვაქვს სულ რაღაც ერთეული სიკეთე თუნდაც, მაგრამ მას 10-ზე ან 11-ზე, ან იმ დიდ მადლიერებაზე გავამრავლებთ, რომელიც გვაქვს, მივიღებთ ისევ 10, ხო? რა მადლიერებას გვაქვს, შესაძლოა მივიღებთ მას. ეს არ არის მხოლოდ ფილოსოფია, ეს არის ემოციური ეკონომიკა. მადლიერი ადამიანი ყოველთვის უფრო მდიდარია, თუნდაც ჭყალებში ჩავსვათ ეს ტერმინი, რადგან ის ფლობს იმას, რასაც ხედავს. 10 კეთრონის იგავში მადლიერება იყო ის დამატებითი ნაბიჯი, რომელმაც ადამიანი სრულყო და სრულყოფილებამდე მიიყვანა. სხვებმა მიიღეს ის, რაც თხოვეს, კი ბატონო, განკურნება მიიღეს, მაგრამ მადლიერმა მიიღო იმაზე მეტი კავშირი სიკეთის წყაროსთან, ვიდრე მას მანამდე ჰქონდა. როცა მადლიერი ხარ შენ წვეთ სოფლის როლში ყოფნას და ხდები შენი ცხოვრების თანაავტორი. მადლიერება ამავდროულად პრიზმასაც გავს, როგორც პრიზმა ისე არის, ის ჩვეულებრივ დღეს ფერად შესაძლებლობა, ჩვეულებრივ დღეს შლის ხოლმე ფერად შესაძლებლობად. გასაგებია, რომ გასაგები ასე უნდა ვიყოთ, მაგრამ თუ არ მაქვს მადლიერება, რა ვუყო? შეიძლება დავსვათ ახლა შეკითხვა. ანუ მაშინ უნდა ვივარჯიშოთ და როგორ ვივარჯიშოთ მადლიერებაში? აი ძალიან მარტივად. გაღვიძებისთანავე, სანამ მობილურს დავეტაკებით, ავიღოთ და დავასახელოთ რაღაც 3 რამ მაინც, რისთვისაც მადლიერები ვართ. თუნდაც ის, რომ მშვენიერი და ტკბილი ძილი გქონდა, თუ გქონდა რა თქმა უნდა, და ჩაი არ ამძილმა, თუნდაც ცხელი ყავა, რომელსაც იმ წუთში მივირთმევთ და ასე შემდეგ. რთული მომენტის გარდაქმნა სჭირდება, როცა პრობლემას შეგვექმნება, ვკითხოთ საკუთარ თავს. რა შემიძლია ახლა მე რა ვისწავლო აქედან, რისთვისაც მომავალში მადლიერი ვიქნები. ეს მეორე სავარჯიშო შეიძლება ჩავთვალოთ ასე და ძალიან საინტერესო მადლობის თქმა. დღეში ერთხელ მაინც უნდა ვუთხრათ ვინმეს გულწრფელი მადლობა არა ზრდილობისთვის, არამედ იმისათვის, რომ თუნდაც ეს ადამიანი არსებობს. გულწრფელი. დასკვნისაკეთ გეტყვით, რომ მადლიერება არ არის ბედნიერების შედეგი, პირიქით ბედნიერება არის მადლიერების შედეგი. ამიტომ ვიყოთ როგორც ის ერთი კეთროვანი, ყოფილი კეთროვანი, რომელიც დაბრუნდა, რათა დააფასოს ის, რაც მიიღო საჩუქრად.
სწორედ ასე ხდება მცირედი უსასრულო სიუხვეთ, ასე გადაიქცევა მცირედი უსასრულო სიუხვეთ. მოკლედ, მადლობთ რომ არსებობთ.